საღამოშვიდობისა პაატა. გამარჯობა. მადლობა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე. პირიქით, მე სიამოვნა რომ მოვიწვი. ხო, ძალიან კაი. ძალიან შეჩვეული ვიყავი პაატას ეთერებს და ძალიან მომენატრე. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ, მაგრამ მინდა მაინც საუბარი ვერანაირად ვერ ავწდებით პროფესიას, რომელიც გვაერთიანებს, შესაძლოა გვყავს კიდეც ჩვენს პროფესიას და ჟურნალისტიკა როგორც რაღაცნაირი უდიდესი პასუხისგებლობა შენთვის როდიდან იწყება? არ ვიცი, ამისი გააზრებაც ან ამ რაღაცაში ძალიან ესეთი შედღება და შერევა ამ ბავშვში. იწყება ძალიან სწრაფად, ძალიან მალე მას მერე რაც ჟურნალისტობა დავიწყე, ესე მოხდა. მე შემთხვევით მოხვდი პროფესიაში. სრულიად შემთხვევით. აი როგორ გითხრა, რა დონეზე შემთხვევით, რაღაც ფიზიკა, მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი და აი თემებს ხათრით ვწერდი ქართულში და რა ის ქართული რა დაწერაო, რა წინადადება, რა ზმნა, რა ცოლსახელი, არაფერი. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ არ ვიცოდი ეს, ვსწავლობდი, რა თქმა უნდა, მაგრამ და ესე მოხვდი 95 წელს, გაზეთი 7 დღე გამოდიოდა და მანდ რედაქციაში და მომეწონა იქ ყოფნა. ესე ვითხოვე პირდაპირ ვივლი მეთქი თქვენთან. და დავიწყე სიარული. ესე ქუჩაში, ზამთარში, თოვლში ვიღაც კაცები წვავდნენ შეშას, გარშემო თბებოდნენ, რაღაც სელდებოდნენ, მეც ველოდებოდი და ვიდექი იქ. არ ვიცი ვინ იყვნენ, არც იმათ არ იციან რომ მე იქ ვიყავი. აი ესე უცებ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ბიჭო, აი ეს წაიკითხეო, რო ეწერაო 7 დღეშო და ჩემ სტატიაზე დაიწყეს ლაპარაკი. თან ალბათ ეგ ის დღეც იქნებოდა, როცა პასუხისგებლობას გაიაზრებ, რას ნიშნავს, ბოლომდე შეიძლება ვერა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა შეიძლება ახლაც ბოლომდე ყველაფერს ვერ იაზრებდი ადამიანი, იმიტომ რომ ნაიცი როგორი საფეხურებია ეს რა, რაღაც ეტაპზე ხარ, რაღაც დონეზე ხარ, სხვანაირად აფასებს, სხვანაირად უყურებ, მე ვითარდები, ალბათ ბოლო წერტილში კი მიდიხარ, მაგრამ ხო, აი მაშინ დავიწყე ამ ყველაფრის გააზრება და გაცნობიერება, რომ მე რო დავჯდებოდი და მაშინ ჯერ კიდევ კალმით და ფურცლით დავწერდი და მას ვიღაც რომ აკრიფავდა კომპიუტერში და რაღაცა, რომ მეგონა რომ ეს მხოლოდ ჩემი იყო, არა, აი ეს რეალურად ადამიანებს ეხებოდა და რეალურად ადამიანების ცხოვრებაზე გავლენას ახდენდა ეს პირდაპირ. ხო, რაღაცა შენ ქმნის საზოგადოებრივ აზრს და ამისი პასუხისგებლობის გააზრება და რაღაცა იტვირთი, ხო? ინფორმირებას ვახდენ, მოდი ესე უფრო რა. ხო, ინფორმირებას და რაღაცა აზრსაც ქმნი, ხო, რაღაც მოვლენას როცა უყვები ან აშუქებ, ან რაღაცნაირ ვერსიას თავაზობ. რაღაცნაირ ვერსიას თუ თავაზობ. გააჩნია, ხო, იმიტომ ამ თემ პროფესიას ბევრი უამრავი ცდუნება აქვს რა. აქვს, კი ბატონო, ბევრი ცდუნება აქვს. აზრის მიწოდებაც ცდუნება, აზრის მიწოდებაზე არავინ არ თქოს, რომ ეს არ არის ჟურნალისტიკის რაღაც ვიწრო დარგი. კი. საავტორო გადაცემები ბევრი, რა თქმა უნდა, არსებობს და კარგია. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რაზე საუბრობ და რა აზრს აწვდი, ხო? ხო არსებობს ნათელი და ბნელი მხარეები, არსებობს სიმართლე და არსებობს ტყუილი, ხო? როდესაც ტყუილის მხარეს გახარ და ამის შესახებ ესაუბრები მოქალაქეებს, ხო, ეს რა თქმა უნდა დანაშაულია. ჟურნალისტიკა როგორც ტვირთი ეს თუ გქონდა თავიდან გააზრებული, რომ ესეთი რთული შეიძლებოდა ყოფილიყო ამ პროფესიის ქვეშ ყოფნა და ამ რაღაცნაირად ამ პროფესიით ცხოვრება. რთული რა თვალსაზრისით დათო? აი მაგალითად დღევანდელობასთან რო დავაკავშიროთ, აი დღეს ჟურნალისტიკა, დღეს პაატა, რომელიც აქვს ძალიან დიდი და საინტერესო წარსული როგორც რეპორტიერობის, ასევე მოდი ესე ვთქვათ, სიმართლე ვთქვათ, ხო, პირველად არის ეტაპი, ჩემ და არა მარტო ჩემ, ალბათ ჩვენს ცხოვრებაში, რომ რეალურად მართლა შევეჩეხეთ იმას, რომ შენმა არჩევანმა შესაძლოა უდიდესი პრობლემები შეგიქმნას და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დაგაყენოს. მიფიქრია ამაზე, ოდესღაც წარსულშიც, მაგრამ როდესაც ამას უშუალოდ ეხები, სულ სხვა არის, რა თქმა უნდა. ერთადერთი, რაც მან უგეშებს, ის არის, რომ ზუსტად ვიცი, რის გამოც ხდება ეს და რის გამოც აღმოჩნდით მე, ბევრი ჩემი მეგობარი, ჩვენი კოლეგები ასეთ რთულ ვითარებაში. იდეა, რომლისთვისაც ჩვენ რეალურად ვიბრძოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. თვითონ ამ იდეის მნიშვნელობისგან გასიგრძე განებაც მისი შეცნება ბოლომდე
არ მომხდარა ერთ წუთში და რაღაც ერთ მომენტში, ხო? ეს არ არის რომ რაღაც კერძი გასინჯო და მოგეწონოს ან არ მოგეწონოს, თქო. პროცესია ეს და მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც რაღაცისთვის იბრძვი, ერთი და იგივე საქმეს აკეთებ, შენს რუტინაში ხარ უკვე შესული, ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო აცნობიერებ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის შენ რასაც აკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოგბეზრდა ყოველდღე ერთი და იგივე რაღაცის კეთება, ნიუსიც კი, ახალი ამბებიც კი, რაღაც დონეზე ჟურნალისტებისთვისაც და წამყვანებისთვისაც თითქოს აქტუალობას კარგავს, აი თითქოს აი ისევ ეს. მაგრამ ამას რაღაც ყოველდღიური რუტინიდან უნდა ეცადო, რომ არ შეხედო ხოლმე, უნდა ცოტა განზე გადგე და როგორც მთელ პროცესს ისე დააკვირდე და მე უფრო ხედავ, ვიცი, რომ მასშტაბი არის უზარმაზარი და შესაბამისად პასუხისგებლობაც ძალიან დიდი მოაქვს რა. ის რაც ერთგვარი კიდევ შემაკავებელი არის ის რომ სადღაც არსებობს კიდევ პლატფორმა, სადაც კრიტიკული სიტყვა ისევ ლაპარაკობს. შეიძლება ასეც თქვათ, არ ვიცი. არსებობს ეს პლატფორმები და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჯერ კიდევ აი მართლა ბოლო ამოსუნთქვაზე მუშაობს. პრობლემა და უბედურება ისაა, რომ ამ პლატფორმების გავლენა სამწუხაროდ მცირდება და ჩვენ ყველანი ხედავთ, რომ ძალიან ახლო მომავალში თუ რაიმე რადიკალური გარდატეხა არ მოხდა, შესაძლოა საბოლოოდ დაბნელდეს ყველაფერი. მე რა მოხდება, მე არ ვიცი. ყველაზე ბნელი ღამე განთიადის სცენარიო ხო გაგიგია? უბრალოდ ჯერ არ არის ყველაზე ბნელი ღამე. ხო. როგორ უნდა ვიმოქმედოთ? ეს კონკრეტული გეგმა რა თქმა უნდა არავის არა. არავის კი. მაგრამ წინააღმდეგობები უნდა გაგრძელდეს. ქუჩაშიც საერთოდ გაუგნებული ვარ ადამიანებით, რომლებიც ყოველდღე ნახულობენ თავის თავში ძალას, რომ ქუჩაში გავიდნენ და რუსთაველს. გაოცებული ვარ. მე არ შემიძლია ეს. არ გამომდის. მედიაშიც რამდენი ხანი შეძლებდა გააგრძელებ კიდევ ხელფასთ მუშაობას, არ ვიცი, მაგრამ ხო. პოლიტიკოსებმა არ ვიცი რა უნდა ქნან, ჯერ არ ვიცი, იქნებ გამოვიდნენ ჯერ ციხიდან როგორმე და მე კიდევ ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელიც უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია და ბიზნესმა რომელიც არ ვიცი რას ფიქრობს რა. ხო, აი ბიზნესი ძალიან ხო, თან მით უფრო თუ კი აქამდე ვინმეს ეგონა რომ შემწირველი ვიყავი და არ შემეხებოდნენ, ეხლა გავიგეთ რომ თადაგერ. აუცილებლად შეეხება მათაც. იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ დიდრები არიან და დასაკარგი აქვთ. თორე მე და შენ რა უნდა წაგვართვან? ხო, ვერაფერი. პროფესია ვერ წაგვართვეს და აუცილებლად. სხვა არც არაფერი გვაქვს. შენ საუბრობდით ახლა და შენ რაღაცნაირად დიდი ხნიანი გამოცდილება გაქვს ამ პროფესიაში, ოდნავ მოგვიანებით კიდევ რაღაც კითხვები მაქვს მომზადებული თუ თავიდან არ მომიფრინდა. მაგრამ იმასაც დააკვირდებოდი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იყო რაღაცნაირად მედია მეტნაკლებად გაყოფილი, რაღაცნაირად ან ხელისუფლებისგან მართული და რაღაც აქეთა მხარე, იქეთა მხარე, თუმცა მაინც ახერხებდა მედია დიალოგს ერთმანეთთან, მაგალითად 7 ნოემბრის დარბევა იმედში შევარდნა, როცა დაუშვათ რუსთავიორმა, რომელიც ხელისუფლებისგან კონტროლირებადი იყო, გააშუქა ეს ამბები და არ ეგეთი დიდი ხისტინამდელ ამბებს თუ აღიხსენებდი, ხო, ზოგადად ამას ვამბობ. მაგრამ აი დღევანდელი მედია, რომელიც სადაც ვერ დავარქმევდი სახელისუფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლება არის ამ შემთხვევაში პროპაგანდისტული და აი ეს რაღაცნაირი ძალიან შავი და უზარმაზარი გახლეჩილობა ზერას შეიძლება გვითხრა შენ, იმიტომ რომ მე მაინდა-მაინც არ მინდოდა რომ ამაზე გველაპარაკა, თუმცა ვერ ავცდებით, იმიტომ რომ პროფესია ჟურნალისტიკა გვაერთიანებს მე შენ და საზოგადოებას ჩვენთან, ხო? მე და შენ რატომ ვაკეთებდით იმას, რასაც ვაკეთებდით წლების განმავლობაში? იმიტომ რომ გჯეროდა და გვწამდა რაღაცეების. ახლაც ვიბრძოდით და ახლაც ვაგრძელებთ ბრძოლას. ისინი რატო აკეთებენ?
იცი. ვიცი, მაგრამ ხო. მოვა დრო და ამაზე იქნება ლაპარაკი ხმამაღალი. ან ფიქრობენ მართლა ისე, როგორც ფიქრობენ და გულწრფელად იბრძვიან თავისი მიზნისთვის და ეს ბოროტებისთვის ბრძოლა ჩვენი შეფასებით. ან სარგებელი აქვთ აქედან. ეს ცალსახაა. ბრიყვები არიან? იმდენ რამეზე არიან გადამხდები, რომ ცოტა გამიკვირდებოდა. ხო და ესე იგი შეგნებულად აკეთებენ ამას. დამთავრებული არ უნდა ამას ბევრი მსჯელობა. კაი, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ აიცი მართლა ესე ფიქრობენ. მართლა უნდათ რუსეთი საქართველოში. ხო, მოდი ეს კლიშე გამოვიყენოთ. ნუ მაშინ ბრიყვი ხარ, რა ვიცი. ახლა 9 წელი თუ იმას ფიქრობდი, ღარიბაშვილი რა მაგარი პრემიერიაო და აგერ ლიულაშვილი რა მაგარი უსაფრთხოების სამსახურის უფროსიაო და უცებ იგებ რო აღარ არის, მე როგორ გადაერთვები იმაზე, რომ ახერხებენ. მორიგ ჯერზე გადახტომაა. კეთილი, მოკლედ დავანებოთ ამ მხარეს თავი. მე ერთ ამბავს გავიხსენებ, არ ვიცი შენ გახსოვარ თუ არა, მაგრამ ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, რომელსაც პირველ ნაბიჯებს ვგავდი ამ პროფესიაში, სტაჟორი ვიყავი, იქ სადაც შენ უკვე ვიყავი რეპორტიორი და ძალიან შორიდან მომწონდა შენი თხრობაც, რეპორტაჟებით, რომელიც, იმიტომ რომ ჟურნალისტებში მე მიყვარს რაღაცა ინდივიდუალიზმი, რომელიც მათ აქვთ. თხრობაში ხანდახან საჭიროა, ხანდახან არა. და პირველი ადამიანი ხარ, ვინც მომცა უფლება, რომ მიკროფონი ხელში დამეჭირა და კითხვები მეც დამესვა, შევარდნაძის ჰქონდა რაღაც შეხვედრა, რაღაც ხდებოდა პეკინზე. და მინდა რომ აი შევარდნაძე მაგდროს იყო ეგ ამბავი. მიკოდა. მერტო. უკვე შენ მოგვიყევი და უთხარი ჩვენს მაყურებელს, მაგალითად გაზეთი სტატიას როგორ განიხილავდნენ ადამიანები და შენ ეს გაიგე. კიდევ უფრო მასშტაბური ხდება ჟურნალისტის სახელი და გვარი, როცა ის მის ტექსტთან ეკითხულობენ, არამედ უყურებენ კიდეც და მას უკვე ცნობენ. აი როგორცა შენ ხდები რეპორტიორი და იწყებ ასე ვთქვათ ტელეჟურნალისტიკას, ხო? აი ამაზე გვესაუბრე და მე კიდევ ერთი კონკრეტული შენი მიმართულება, ჟანრი, კი არ მიყვარს ჟანრი და ჟურნალისტურ თხრობას. აი ომის და კონფლიქტების შესახებ მინდა რომ ვისაუბროთ და მოვიდეთ 2008 წლის ომამდეც, სადაც მეც მუშაობდი, თუმცა რაღაცნაირად შენ ზღვა გამოცდილება ქონდა და თან როგორია მაგალითად აქ შენს მიწაზე მიმდინარე ომის გაშუქება და აი რეპორტიორ პაატაზე მოგვიყევი უფრო მეტი ამ ჭრილში. რაც შეეხება იმ ისტორიას, როდესაც შენ დაიწყე მუშაობა სტაჟიორად რომ მოხვედი ჩვენთან და შენ და იაკობიშვილი. იაკობიშვილი კი, ჩემი მეგობარი. ხო. თამუნა. მახსოვხათ კი იმედის ნიუსრუმში. იმედის ნიუსრუმში. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს იმედის ნიუსრუმში. შენ წაღან რაც მოყევი ხაც შევარდნაძესთან ინტერვიუზე მიკროფონის მომეციო. თვითონ ეგ მომენტი არ მახსოვს, მაგრამ მე მახსოვს რომ შენ ეგ ჩემთვის ნათქვამი გაქვს. ხო, მე ოღონდ აი მე იქვე მე განა 10 და 15 წლის მე აი ერთ შეიძლება რამდენიმე თვეში ნათქვამი გაქვს რომ აიო შენ რომ მიკროფონის დაჭერა ეს შესაძლებლობა მომეციო როგორ პირველი რეპორტიორი იყავ, იმიტომ რომ აღარ მოვყვები, მაგრამ თვითონ სტაჟორისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რეპორტიორს ვისაც გადაღებაზე მიყავს ის მას როგორ ექცევა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კი. 2008 წლის ომში ხო, ბევრი რამე ვისწავლეთ კიდევაც. ერთია იქ ახლა სამხედრო პოლიგონზე რო დადიხარ წვრთნებზე და რაღაც უსაფრთხოების ზომები რო არის და იმებს რო იცავ და გონია რომ ისწავლე რაღაც, მაგრამ როდესაც რეალურად ომია, ეგ საერთოდ სხვა სივრცე და სამყაროა. ერეთში შემთხვევით არა გადაღებაზე ვიყავით პიესიდან, წინა საღამოს ჩავედი. უბრალოდ შვიდში ჩავედი. შუა დღისას რაღაცები გადავიღეთ. მე და აკა ვიყავით ჯორბენაძე. მე მთელი ღამე დაბომბვაში ვიყავით. საერთოდ არ გძინებია. დილით დავრბოდით, აკა სადღაც დაიკარგა ქართულ სამხედროებთან ერთად, კიდე ცალკე დაბომბვაში მოყვა, მე დავრბოდი აკას ვეძებდი, თან რაღაც ტელეფონით ვერთვებოდი. იმ წუთას რა თქმა უნდა არ ფიქრობ იმაზე, რომ ეს არის უზარმაზარი გამოცდილება და რაღაც ცოდნას გაძლევს. იმ წუთას რაღაც შეცდომებსაც უშვებ, რაღაცას არასწორადაც აკეთებ.
ბევრი ინფორმაცია მოგდის და ამ ყველაფერს გადასცემ რედაქციაში და ეთერში უშვებ. ფიქრობ მხოლოდ შენ პროფესიაზე, ჟურნალისტიკაზე და რეპორტირობაზე და ინფორმაციის მოწოდებაზე. მე მახსოვს, რომ ინფორმაცია მოგდიოდა, რომ აი ჩვენები სადღაც სოფელში შევიდნენ, მე სადღაც სოფლიდან გამოვიდნენ, ხო, ეს ძალიან სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები. ამაზე ვღელავდით, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამაზე სანერვიულოდ არ მეცალა ფაქტიურად. იმიტომ რომ ამ ყველაფერს რო ვაგროვებდი, გონებაში რა თქმა უნდა, ვამზადებდი ეთერისთვის ყველაფერს. არ მინდოდა რომ ემოციებს ხელი შეეშალა ამ მუშაობისთვის. და ემოციები ძალიან მძაფრია, მაგ დროს როგორც მინიმუმ იმ მომენტში, როდესაც ხედავ რომ რაღაც თვითფრინავები დაფრინავენ შენ თავზე, რაღაც აფეთქებები ისმის, ტყუიებს გესვრიან და ჩვენი მიმართულებითაც ისროდნენ, იმიტომ რომ დილით ჩვენ რაღაც ერთ-ერთ ქართულში ერთად ვცადეთ რაღაც სოფელში შესვლა და სხვა შორის რუსების ბაზიდან გაგვესნეს ცეცხლი იქ მაშინ. უსაფრთხოების ზომები თუ ეს უკვე ძალიან ხშირად არ მომხდარა შენს ცხოვრებაში და ავტომატიზმამდე არ გაგდასული, გავიწყდება. ხო. როდესაც ახალბედა ხარ ახლა მე ვერ ვიტყვი რომ სხვა ომიც გამიშუქებია, იმიტომ რომ აფხაზეთში ომის დროს მე არც ჟურნალისტი არ ვიყავი და მაინც პატარა ასაკის ვიყავი და იქ ვერ მოხვდებოდი და შენ ახსენე უდიდესი გამოცდილება და ხო რაღაცა პროფესიული გამოცდილებაც არის, ალბათ რაღაცა სიბრძნეც, რომელიც აი ამ ძიმე ამბავმა პროფესიულად დაგიტოვა და მე იყო პოსტ ომის პერიოდი, რომელიც ასევე შემზარავი იყო გასაშუქებლად, ხო, რაღაცა ოკუპირებულ სოფლებში, სადღაც შეძრომა, ეგეთი რეპორტაჟებიც მახსოვს თუ ქონდა, კი. თუ ზუსტად მახსოვს, პირველი ან მეორე წლისთავი იყო ომის დასრულების. ვაცნობიერებდით რომ ადგილებში ვერ მივიდოდით, მაგრამ მაქსიმალურად მივახლოვებოდით იმ ადგილებს. აი რაღაც ბოლო ქართული სოფლიდან, რომელიც ჩვენს კონტროლებად ტერიტორიაზე რო არის და გზა რო ჯერ კიდევ მიდის, აი ერედვისკენ მიმავალი გზა და აი რო შევყევით იმ გზას. ეხლა არ ვიცი იქ რა ხდება, ეხლა შეიძლება იქ ინფრასტრუქტურა ცოტა გამართულია, იმიტომ რომ რაღაც მაშინ საერთოდ მიტოვებული იყო და რაღაც ფაქტობრივად ფრონტის ხაზზე იყო. აი მიდიხარ ასფალტის გზაზე ნელ-ნელა ხედავ უკვე რაღაცა რომ სცენარეებია ამოსული. გზის ირგვლივ ასევე ეს ხეები, ბუჩქნარი, გაზრდილი, ანუ აი მიუხედავია რომ აღარ სარგებლობს აღარავინ და აი წარმოიდგინე აი გზა რომელიც თითქოს ტყეში შედის რა, იმიტომ რომ რაც უფრო მიდიხარ, უფრო ემატება ეს სცენარეული საფარი, გზა უფრო ფუჭდება და სადღაც დგას უკვე შემზღუდავი ბარიერები და წარწერა რომ მორჩა აქეთ აღარ გადმოხვიდეთ. ეს იყო გზა რომელზეც ჩვეულებრივად დავდიოდი რა. 100 ჯერ მქონდა გავლილი. ჩავდიოდი ქართულ სოფლებში ხალხს ხვდებოდი ველაპარაკებდი, ისინიც მოძრაობდნენ, მეც მოძრაობდი. შენ შეიძლება ნამყოფი ხარ იმ გზებზე. მაგრამ ეხლა უკვე ეგ ფაქტი იყო, რომ აი მიდიოდი და იქ უკვე ბარიერი იყო. და კიდევ ძალიან კარგად მახსოვს Google-ის რუკაზე ისტორიები აქვს და შეიძლება ეხლაც გადაფურცლო ადამიანმა და აი 2008-მდე გადაღებულ ფოტოზე ქართული სოფლების ზემოდან ჩვეულებრივად რო ჩანს და 2008 წლის მერე გადაღებულ ფოტოებზე მხოლოდ რანგრევებია, ანუ სახლები დაწვეს, სახურავები დამწვარი აქვს, ესეთი პატარა ოთხკუთხედები ჩანს, კედლები ზემოდან რო დაინახო, მაგრამ გადის კიდევ რამდენიმე წელი და უკვე ეგენიც აღარ ჩანს ახალ ფოტოებზე. სცენარეები ფარავს სოფლებს, ღობეები აღარ ჩანს, სახლები ინგრევა და უკვე აი ეგენიც აღარ ჩანს. და ალბათ ძალიან შემზარავია და კიდევ უფრო მეტად შემზარავია, რომ ამ ყოველფრის შემდეგ, რაშიც ჩვენი პროფესიის შესაბამისად ჩვენც მონაწილეობდით, ახლა თლად რუსეთი აგერ მთავრობის კანცელარიაში ზის და ეს ძალიან საშინელებაა მისი გააზრებაც, რომ ამ ბრძოლაში ახლა თლად რაღაცნაირად ამ არწუხებში აღმოჩნდით სამწუხაროდ. რეპორტიორობის გაცვლა წამყვანობაში. იმიტომ რომ შემდეგ შენ საინტერესო მომენტი იყო ჩემ ცხოვრებაში, კი. ჯერ საერთოდ როდესაც შემომთავაზეს რუსთავიურში რომ დღის გამოშვებებზე კურიერზე დამჯდარიყავი, ძალიან გამიკვირდა მე თვითონ. ეს მოულოდნელად მოხდა. აი ეგრევე დამიძახეს და მითხრეს. და მაგრამ გამიკვირდა. ნაფიქრი არ მქონდა. არასდროს არ მივეკუთვნებოდი იმ ჟურნალისტების რიცხვს, ვისაც აი წამყვანობა უნდოდა.
არიან ეგეთები, წამყვანობა უნდათ. აბა შემიძლია არაფერი ისეთი არ არის. უნდა რა წამყვანი იყოს კი ბატონო. არ მქონდა არც ნაფიქრი ამაზე და არც სურვილით არ ვიწოდი, მაგრამ საინტერესო იყო. ანუ სიახლე იყო. გამოწვევა იყო ახალი. და რატომაც არა და დავთანხმდი და მაინტერესებდა. არ იყო რთული იყო. ბევრი რაღაც ის გადალახვა იყო საჭირო. დღეს რომ მკითხო, გარეთ მუშაობა ჯობია. გარეთ მუშაობა ჯობია, კი. კი. მაგრამ სტუდია არის სხვა პასუხისმგებლობა. რამდენად გარეთ მარტო შენ ბოდიში დათო. არა, პირიქით. გარეთ შენ ამბავზე ხარ პასუხისმგებელი და ყველაზე. ყველაფერზე ხარ, ხო, ეს ნამდვილად რთულია, კი. და აი, მაშინ ესე კითხავდი, რამდენად ეხმარება წამყვანს რეპორტიორის გამოცდილება? მე რო რეპორტიორის გამოცდილება არ მქონოდა, ვერ შევძლებდი მაგალითად ტექსტის ესე დაწერას, რომ ჟურნალისტისთვის არ დამერეკა ხოლმე. ხო. მე რო რეპორტიორის გამოცდილება არ მქონოდა, ვერ შევძლებდი ეთერის ისე წაყვანას, რომ არ მწოდნოდა იქ რა ხდება და რა მოხდა და რატო დაიწყო პროცესი, მაგალითად ლაივში რო რაღაცები ხდებოდა. მე რო რეპორტიერობის გამოცდილება არ მქონოდა, არ მეწოდინებოდა ბევრი ისტორიის ბექგრაუნდი, რომლების შესახებაც მელაპარაკი მიადვილდებოდა, როდესაც ამაზე ლაპარაკი იყო საჭირო. ეს არათუ გეხმარება, არამედ აუცილებელიც არის. საჭიროა, აი ძალიან კარგია, როდესაც წამყვანი რეპორტიორად არის ნამუშევარი. ძალიან კარგია, მე ვფიქრობ და ყველა წამყვანს ეთერში ვინც არის თუ რეპორტიორად ნამუშევარი არის, ეს ეთყობა. ძალიან რთული პერიოდებია და ჩვენ პროფესიაში ვიდრე აქამდე მოვიდეთ, აი ამ წამამდე, ხო, ბევრ რამეს ხადია ვერ და არ ვილაპარაკებთ ეთერში, რუსთავი ორის შემდეგ რაღაცად მიჩვეული რო ხარ, მე ესე ვიყავი ყოველ შემთხვევაში, რომ აი შენი რეპორტაჟი ნახა თითქმის მთელმა საქართველომ და აი Facebook გვერდზეც არ გავაზიარებდი რეპორტაჟს, იმიტომ რომ რაღაცა არ მომწონდა ეს, რომ ჩემი რეპორტაჟი კიდე Facebook გვერდზე გავიდა. უცებ ინგრევა ეს ყველაფერი და იწყებს სრულიად ახლიდან რაღაცნაირად აი თავარი არხიდან შენ და ნუ მე ამ შემთხვევაში ფორმულადან თუმცა ეს გზაც საკმაოდ რთულია ხო რაღაცნაირად აი დაიწყო არაფრიდან და მე მოვიდეთ იქამდე და ძალიან სამწუხარო მოვლენები კიდევ განვითარდება მაგრამ თავარი არხი ამ რაღაც ბრძოლაში რაღაცნაირად ვერ გაუძლებს და ეცემა რა არის ესეც მინდა რომ ვიკითხო აი რაღაცა ვინც მედიის მმართველები შეიძლება არიან თავარი შეცდომები რომ მაგალითად დღეს რეჟიმი რაღაცნაირად მოგვერია დაგვაქუცმაცა და შექმნა ძალიან რაღაცნაირად დაბეჭავებული მედია რომელიც ცდილობს რომ ილაპარაკოს სიმართლე მედიის მმართველების მედია მენეჯერების შეცდომებში არ არის აქ საქმე და არც ეს შეცდომები ყოფილა მთავარი ფაქტორები რომლებიც განსაზღვრეს ეს ვითარება. საერთოდ მედიაც პოლიტიკური სპექტრით სამოქალაქო საზოგადოებაც საქართველოში ჩემი აზრით ცოტა ინფანტილური აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების რეჟიმისადმი დამოკიდებულებაში. ძალიან კარგად მახსოვს რომ უკვე წლებია აგერ დღეს თუ არა ხვალ ვამარცხებდით ამ რეჟიმს, აგერ დღეს თუ არა ხვალ წააგებდნენ, ყოველ არჩევნებს ჩვენი პროგნოზით აგებდნენ. და ესეთი დამოკიდებულებები ხშირად ამ დამოკიდებულებების საფუძველი, ამ დამოკიდებულებების გამოხატვის მიზეზი ის იყო, რომ რაღაცა ბრძოლის ჟინი გაძლიერებულიყო მხარდამჭერებში და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ბევრს ჰქონდა გულწრფელად ესეთი დამოკიდებულება და საქმესაც ამ დამოკიდებულების შესაბამისად აკეთებდნენ ხოლმე მედიაშიც, სამოქალაქო სექტორშიც, პოლიტიკურ პარტიებშიც და ამ დროს მოწინააღმდეგე მხარე არ იყო ეგეთი. ხო. არ იყო, ყოველთვის სერიოზულად გეგმავდა და ყოველთვის სერიოზულად იბრძოდა. და არც ერთი წუთით არ უშვებდა იმას, რომ შესაძლებელი იყო ხელიდან გაეშვა ძალაუფლება. ოპოზიციურ სპექტრშიც იყვნენ რა თქმა უნდა და არიან ადამიანები რომლებიც ამას ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებოდნენ მაგრამ სამწუხაროდ ივანიშვილმა მათი იზოლირებაც მოახერხა სააკაშვილის გულისხმობ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მათი იზოლირებაც მოახერხა ამიტომ არის დღეს ესეთი სიტუაცია რა ძალიან ძლიერი ოპონენტი
მისი შესაძლებლობების არაჯეროვანი შეფასება, შიდა კონფლიქტები კი ოპოზიციაშიც და შეიძლება მედიაშიც, რომლებიც ხელოვნურად ისევ რეჟიმმა შექმნა. ხო, გარედან შეუწყო ხელი ამას. კი, ფაქტია ეს, შეუწყო ხელი. დღეს მე იმედი მაქვს, რომ ყველამ დაინახა უკვე ეს და ადამიანები, რომლებიც ამ პროცესების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობენ, ამას გაითვალისწინებენ მოვალში. კი, არ მინდა რაღაცა მხოლოდ ნეგატივზე სირთულეებზე ვილაპარაკო, სხვა კი არც არაფერი ხდება ჩვენს თავს. მაგრამ ალბათ კიდევ უფრო დრამატულად მძიმე არის, როცა ჟურნალისტი ამდენი წელი ამ პროფესიაში რჩები, ანუ რაღაცა ის პლატფორმა, სადაც შენ მუშაობ, აღარ არის და რჩები უმუშევარი და ეთერს მიღმა, იმიტომ რომ ხელფასის არ ქონა მძიმე რამეა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად პროფესიაში დარჩენა და რეპორტაჟის მომზადება, ეთერში მუშაობა კიდევ რაღაცნაირად გადაგატანინებს მთელ რიგ სისაძაგლებს. ეს ამის შესახებაც მინდა რომ გკითხო. მე მეუბნებოდნენ რომ შენი ჟურნალისტური კარიერა მალე დასრულდებაო. მე არ მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაცების აფიშირება, მაგრამ მეც მიმიღია ბევრი გაფრთხილებები და მუქარები, უბრალოდ არ ვლაპარაკობ ამაზე. მუქარებს და გაფრთხილებებს თავი დავანებოთ, მაგრამ როდესაც პირველად მომწერეს რომ შენი ჟურნალისტური კარიერა მალე დასრულდებაო, აი მაშინ მივეცი ჩემ თავს პირობა რომ აი თქვენ ჯიბრზე არ დასრულდება ზუსტადაც. კი, გაჩერებულია მთავარი არხი. მუშაობა ქვია იმ მდგომარეობას, რომელშიც მე ვარ. მაგრამ უფრო მოდი პროფესიის დაპაუზება დავარქვათ, ხო, მუშაობა რაღაცნაირი სხვა უფრო რაღაც ფინანსური თემაა, თუმცა ფინანსური პრობლემებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგას თავი დავანებთ. მაგრამ პირველ ერთ თვეს თუ არ ჩავთვლით, როდესაც ჩემ თავისუფლება მივეცი, ცოტა მოდუნებული ყოფილიყავი და არ მეფიქრა არაფერზე, დამესვენა ასე ვთქვათ. არც ერთი დღე არ გავჩერებულ ვარ ისე რომ არ მეფიქრა ამაზე. არ დამეგეგმა რაღაცეები. არ მეცადა რაღაცეების გაკეთება. ახლაც ასე ვაგრძელებ. შედეგი ვერ ვიტყვი რომ ჯერჯერობით თვალშისაცემი და ხელშესახებია. ამ პროცესში კიდევ უფრო კარგად გავიაზრე და დავინახე რეჟიმის წნეხის ქვეშ ყოფნის სირთულეები. არა მარტო ჩემ თავს გულისხმობ, არამედ სხვებსაც. გულისხმობ ადამიანებს, ორგანიზაციებს, რომელთანაც წლების განმავლობაში არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა მეც, საერთოდ რომლებიც განიხილებოდნენ როგორც დასავლური ღირებულებების მატარებლები. მაგრამ მათ არ შეუძლიათ ახლა. ვეღარ დგამენ ნაბიჯებს. მესმის. ალბათ გაფრთხილებულები არიან, ალბათ ვიღაცა დაემუქრა, მაგრამ ამას გადავტეხავთ ჩვენ. აუცილებლად გადავტეხავთ და ამას არ ვსაუბრობ უბრალოდ რაღაცა ისე ოპტიმიზმის შესანარჩუნებლად. არა. ბუნების კანონია და ესე იქნება. ბევრად პოზიტიური ამბები მინდა მოვყვე, ახლა კიდე გადავიდეთ ამ ამბებზე. და მე მაყურებელს ვეთქვი, რომ ზოგადად მამებს გვაქვს ეგ უნარი, რომ შევამჩნიოთ კარგი მამები და შენ ძალიან კარგი მამა ხარ. და კი, ვაკვირდები ხოლმე მე რომ მაგრამ აი ამ მძიმე გამოთავისუფლებულმა და აპაუზებულმა პროფესიულმა შეზღუდვამ, რომელიც შექმნა რეჟიმმა, ალბათ უფრო დიდი დოზით მოგცა ამ ურთიერთობა. და რას გასწავლიან, აი რას გასწავლიან შენი შვილები, რაც არ იცოდი, თქვა აქამდე ამ ასაკამდე 6-7 რაღაცებს თამაშობენ, თავისი სლენგი აქვთ და ბევრი ტერმინი ვისწავლობ. ფაქტობრივად ვსწავლობ მათთან ურთიერთობას, იმიტომ რომ უკვე შემოდიან ისეთ ასაკში, რომ რაღაცა ეს პიროვნებამ გაიღვიძა მათში, რა თქმა უნდა, თითოეულში და რაღაც მოთხოვნები და მოთხოვნილებები აქვთ. ყველაზე მეტად სიამოვნებს როცა უხარიათ რომ მათთან ერთად თამაშობ.
კომპიუტერულ თამაშებს ვერ ვეთამაშები, იმიტომ რომ ძალიან ვიჩაგრები და არც ვიცი. ერთო პირობა მივეცი ბავშვობაში რაღაცას წერილი დაუწერე, რომელიც ჯერ არ უნახავთ, არც ვიცი ნახავენ თუ არა, რომ ეგეთი პირობა მაქვს მიცემული, რომ ვისწავლი Minecraft-ის თამაშს. მაგრამ აი რაღაცა კარტს, რაღაცა იქ ჭადრაკს თუ შაშს რო ვეთამაშები, რომ ამაზე ჭკუაზე არ არიან, უხარიათ ხოლმე ძალიან და ამას რო ხედავ მე მაგით ვარ ბედნიერი რა თქმა უნდა. წინა საახალწლო დღეებია და არ ვიცი რა, გენიალურია რა ეს ბავშვობის წლები და ბავშვობის დამოკიდებულებები. სანტა კლაუსის თემა რა თქმა უნდა, ნუ არის ყველაზე განხილვის მთავარი თემა ოჯახში ბავშვებთან საუბრისას. დემეტრეს უმცროს, ეხლა დემეტრი არის მხოლოდ სანტა კლაუსის ასაკში ჩარჩენილი, როდესაც ნერვიულობს ამაზე, თორე სანტა კლაუსის, რა ვიცი, მე მჯერა რო არსებობს. და ყოველ დღე დემეტრი ითვლის დღეებს, როდის მოვა სანტა. და ამოწმებს, რომ მამა, შენთვის ყოველთვის მოჰქონდა სანტას საჩუქარი, კი მოჰქონდა. დედასთვის ყოველთვის კი, სხვაებისთვისაც კი ყოველთვის მოჰქონდა და ესე ამოიოხრებს ხოლმე და ნერვიულობს. ანუ სადღაც მაინც ფიქრობს, რომ ვაიდა არ მოუტანოს და ამის ყურება არის აი რაღაცნაირად სასიამოვნო და საყვარლობა. ადამიანები თავიდან აღმოვაჩინეთ მეც და შენც როგორც ჩანს. ბევრი ჩვენი ნაცნობის შესახებ ბევრი რაღაც ახალი და საინტერესო შევიტყეთ. და საერთოდ რაც დრო გადის, სიმართლე რო გითხრა, სულ უფრო და უფრო მაინტერესებს ადამიანებში აი ამ ტრანსფორმაციის მიზეზები. რა თქმა უნდა, გარემოებები ახდენს თითოეულ ჩვენგანზე გავლენას. რა თქმა უნდა, ჩვენი განათლება, ინტელექტი, შემეცნება ამაზე ახდენს გავლენას. და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხან ყოფიერება ჩაგრავს ცნობიერებას, ხან ცნობიერება იმარჯვებს ყოფიერებაზე. მაგრამ 1-2 ისეთი მაგალითი ვიცი. რომ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ყოფიერებამ ასე დაჯაბნოს ცნობიერებამ და გადაგადგმევინოს ასეთი ნაბიჯები. მით უმეტეს, როდესაც არ არის ლაპარაკი აქ იმაზე, რომ ადამიანზე, რომელიც შიმშილით გვდებოდა. ხო. არა. შემდგარ წარმატებულ ადამიანებზე ლაპარაკი. მაგრამ ნუ ხდება ეს და აი ესეთი რაღაცეების კვლევა მე მაინტერესებს. ჟურნალისტიკას მე პირველ რიგში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა სხვა დამოკიდებულება მქონდა მედიას. განვიხილავ ამ ეტაპზე ჩემი ღრმა რწმენით თავარი ამოცანა უნდა იყოს მედიის რეჟიმთან ბრძოლა. ნუ ასეც არის. ის სხვა ფუნქციები, რომლებიც საერთოდ ზოგადად მედიას შეიძლება ახლდეს თან ინფორმირების გარდა ვიცით ეს რაღაც ჩვეულებრივი ბანალური სტანდარტებია, რაღაც გართობა, შემეცნება და ასე შემდეგ. დიდი ხნით უკანა პლანზე უნდა იყოს გადაწეული. ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, ვიდრე ამის შესაძლებლობას, ასე ვთქვათ, ამოსუნთქვის შესაძლებლობას არ მოგცემს პოლიტიკური ვითარება ამ ქვეყანაში. სანამ ეს რეჟიმი მართავს საქართველოს, არავითარი თავისუფალი სიტყვა არ იქნება, გამორიცხულია. არც ერთი წამით არ დაგუშვებს ამას ბიძინა ივანიშვილი. ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, მისი სამიზნი არ არის მედია პირველ რიგში და ფორმულა მთავარი არხი და ტv პირველი, მას აინტერესებს მხოლოდ როგორც ინსტრუმენტები საქართველოს დემოკრატიზაციისთვის იბრძვიან და წინააღმდეგობას უწევენ ამით ივანიშვილის რეჟიმს. მხოლოდ ამ თვალსაზრისით დაინტერესებს. ის თავის მოწინააღმდეგებად პირველ რიგში სახავს დასავლეთს და თავის მოკავშირედ პირველ რიგში ხედავს რუსეთს, რა თქმა უნდა. და ამ გლობალურ ბრძოლაშია ჩართული. ამიტომ სანამ ამ რეჟიმის ცვლილება არ მოხდება, ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება. შეიძლება რაღაც პერიოდებში შესუსტდეს წნეხი და ზეწოლა და ესეც ბევრწილად დამოკიდებულია დასავლეთზე. მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ აი ამ გარდამტეხი მომენტისთვის. ამიტომ არის აუცილებელი პროტესტის, თავისუფალი სიტყვის კერების შენარჩუნება. უსტაველზე იქნება ეს ფორმულაში, აქ შენ სტუდიაში თუ სადღაც, აუცილებლად უნდა იყოს ეს კერები, რომლებიც იმ დროს, როდესაც
რეჟიმს დასჭირდება ერთი პატარა ბიძგი ჩამოსაშლელად ამას ხელს შეუწყობენ. როდესაც აი მგზელი ღამის მერე განთიადი მოვა, როგორც თქვი. როდესაც აი ეს განთიადი მოვა, ვიღაცისთვის ეს დღე ხომ უნდა გათენდეს. ვიღაცები ხომ უნდა ამოქმედნენ. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ეს კერები. აუცილებლად ეცდება ბიზნესმენშვილი ამ კერების საბოლოოდ მოსპობას. მაგრამ არიან ადამიანები ამ ქვეყანაში ამ სამყაროში, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ გადადგამენ ნაბიჯებს ამ კერების შესანარჩუნებლად. და ეს მაიმედებს. მხოლოდ ეს მაიმედებს და ამაზე ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ აუცილებლად. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ. მე კიდევ ჩავწეროთ ინტერვიუ, როცა ბნელი ღამის მერე განთიადი მოვა. აუცილებლად, კი, რა თქმა უნდა. თუ გინდა მე ჩავწერ შენთან ინტერვიუ. საჭიროა მე სულ მინდა ხოლმე რომ ვიყო რესპონდენტი. ესე აუ, იცი რა არის ძნელია. ჟურნალისტისთვის. პასუხები კი არ მაქვს კითხვები. თავარი გარდა ეხლა რომ მოხდება ჩვენ აბსოლუტно ვისაუბროთ, უნდა ვილაპარაკოთ, ვიარსებოთ, ყველანაირად უნდა შევძლოთ, რომ იმიტომ რომ თუ ეს კერები ჩააქრო, მაშინ გამოუვიდა ის, რასაც ის ცდილობს, ხო? აი მე შევცვალოთ და მე ვიქნები შენი რესპონდენტი და ძალიან გამიხარდებოდა. სიამოვნებით. სიამოვნებით და მე მინდა რომ შენ ძალიან ესე კაფიოდ და სკრუპულოზურად ამ ინტერვიუებს თუ აკეთებ, იკვლივა ეს ადამიანები, ვინც შენ მოყავს სტუმრად. და იკვლიო მიზეზები, რომლის გამოც მათში რაღაც თემაზე შეიძლება გარდატეხები მოხდა. აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც წიგნი აჩუქე ერთ-ერთ ჩვენს რესპონდენტს. მივხვდი რომელსაც გულისხმობ, რომელ რესპონდენტსაც. რესპონდენტთან ვიყავი აღფრთოვანებული, წიგნის სათაურით ვიყავი აღფრთოვანებული. ბევრი ვიცინე იმაზე თუ რა მიზეზი აუხსენი მოწვევის ერთ-ერთ ჩვენს სხვა რესპონდენტს. ამას კიდე კადრს მიღმა გეტყვი, იმიტომ რომ არასაერთოა. ხო და მიხარია მომწონს, როდესაც ვხედავ, როდესაც ვხედავ რისთვის არის ინტერვიუ და რა შეიძლება იქიდან გაიგო და გამოვიდეს, ეგ არის ძალიან კაი და პროფესიონალის პროფესიონალიზმზე მეტყველებს რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. ეხლა კიდევ წერდით ამას? კი. დიდი მადლობა.